პარლამენტარი გია თორთლაძე დღეს საგანგებო ბრიფინგზე ივანიშვილის რუსული წარმომავლობის ფულზე საუბრობს. თორთლაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მილიარდერი დიდ რუსულ ფულს ხარჯავს. თორთლაძემ ბრიფინგზე კონკრეტულად ისაუბრა ივანიშვილის თანხების წარმომავლობაზე და განაცხადა, რომ ამ ფულის პრობლემა არც ივანიშვილის პარტნიორებს ალასანიას, რესპუბლიკელებს ძიძიგურსა და დავითაშვილს აწუხებთ. იდეოლოგიური ერთობა თუ რუსული მილიონები თემას პირდაპირ ეთერში თამარ ურუშაძე განაგრძობს. თამარ, გისმენთ. დიახ, დღეს გია თორთლაძემ განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების, მრჩეველთა საბჭოს და ექსპერტებთან დაახლოებული პირების მხრიდან, რომ საქართველოში უკვე დაწყებულია საკმაოდ სოლიდური თანხების რუსული ფულის გაცემა იმ პოლიტიკურ პარტიებზე და ექსპერტებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო არიან შეკრებილები. გია თორთლაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია აქვთ თავად ამ პოლიტიკურ პარტიებს და მან განაცხადა კონკრეტული გვარები და პარტიები, ესენი არიან ირაკლი ალასანიას პარტია, რესპუბლიკური პარტია, კობა დავითაშვილი, ზვია ძიძიგური, მრჩეველთა საბჭო და ექსპერტები. მათ თქვა, რომ ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს რუსეთი, რომლის განხორციელებაც ვერ შეძლო საქართველოს ოკუპაციით ომით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ და ახლა ეს გეგმა უნდა განხორციელდეს დიდი ფულით, რომლის დარიგება საქართველოში არის დაწყებული. როგორც გია თორთლაძე ამბობს, პოლიტიკურმა პარტიებმა იციან თუ რაზე არის საუბარი, საიდან მოდის და რისკენ არის მიმართული ეს თანხები, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი მაინც არ ამბობენ უარს საკმაოდ სოლიდური თანხების მიღებაზე. დღეს საქართველოში ივანიშვილი ღიად თუ დაფარულად ხარჯავს უკვე რუსულ ფულს, ხარჯავს გაზპრომის ფულს, ხარჯავს უშიშროების რუსული უშიშროების ფულს და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მის გვერდზე არიან დღეს, ეს არის ალასანიას პარტია, ეს გახლავთ რესპუბლიკელები, ეს არის ძიძიგური და დავითაშვილი, რომლებიც გამოჩნდნენ, ის ექსპერტთა საბჭო, ის ცნობადი სახეები, რომლებიც მის გვერდზე ფიქსირდებიან და მუდმივად დადიან, არიან მხოლოდ ფულის გამომასთან, არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს, არანაირი პოლიტიკური ხედვები არ არსებობს. ქმედება რა არის? უნდა შეეცვალოს საქართველოს ხელისუფლება, მოვიდეს პრორუსული ხელისუფლება, ვექტორი შეეცვალოს დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა, რომელიც ეს იდეა ფიქსი აქვს პუტინს. დღეს ჩვენ პოლიტიკურ პარტიებთან და სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, რომელთა გვარებმაც გაიჟღერა მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დაკავშირებას და მათგან მოსმენას პასუხებისა იმ შეკითხვებზე, რომლებმაც დღეს გაიჟღერა გია თორთლაძის ბრიფინგზე, თუმცა ყველა მათგანმა დღეს ყველა ამ შეკითხვას თავი აარი და ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელთა შეხვედრაც მოამბებ მოახერხა, ეს იყო ზვია ძიძიგური, თუმცა ამ შეკითხვას დღეს ზვია ძიძიგურმა ჩვენთან ინტერვიუში თავი აარიდა. ეგ არის ცალკე პრესკონფერენციის თემა და ვისაუბროთ, პრობლემა არ არის. მე უბრალოდ კომენტარს არ გავაკეთებ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკაში არ მონაწილეობენ საერთოდ. დღეს გია თორთლაძის შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც საუბრობდა იმაზე, ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა კომენტარი და მისი განცხადებით იმ პარტიებისთვის, რომლებიც არიან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ერთადერთი ინტერესი ეს არის და ერთადერთი დაინტერესება ეს არის მილიარდერის ფინანსური რესურსი, რადგან მისი განცხადებით ის დაეთანხმა გია თორთლაძეს და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ერთი ხედვა და ერთი იდეოლოგია, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდებოდნენ. მე საერთოდ ვერ ვხედავ პერსპექტივას ისეთი პოლიტიკური ერთობისა, რომელსაც პირობითად შეიძლება აჯამსანდალი უწოდოთ, სადაც თავმოყრილია ესეთი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთა არც საგარეო, არც საშინაო, არც იდეოლოგიური ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს. არაერთხელ ყოფილა ესეთი მაგალითი საქართველოში და სამწუხაროდ ყველა ესეთი გაერთიანება კრახი დასრულდა. ვენეციის კომისიის მოთხოვნებსაც უდავაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოში და პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, ეს არის გამჭვირვალობა პოლიტიკური ფინანსების. ჩვენ ყოველთვის ვსვამდით კითხვის ნიშნებს, მას შემდეგ რაც პოლიტიკურ მოთამაშე გამოჩნდა, რომლის კაპიტალის უდიდესი ნაწილი სწორედ თავმოყრილია რუსეთში, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი იმ პარტიების დაფინანსების მიმართ, რომლებიც ამ ადამიანის გარშემოა გაერთიანებული, არის აბსოლუტურად სწორი და მე მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაასაჯაროოს თავისი ფინანსური წყაროები. ეს არის განცხადებები, რომელიც დღეს ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა, მას შემდეგ რაც გია თორთლაძემ სპეციალური ბრიფინგი დანიშნა და განცხადება გააკეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია, კობა დავითაშვილი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარებს არ აკეთებენ.